ამ ვიდეოში გიჩვენებთ თუ როგორ არის დაწყობილი რობოტი თრაშერი, რომელმაც რობოტების ბრძოლის ასოციაციის მიერ გამართულ რობოტების ბრძოლაში აიღო მეორე ადგილი. ეს გახლდათ 5 კილოგრამამდე წონითი კატეგორია რობოტების ბრძოლის. შევიტანოთ სახელოსნოში და ნახოთ როგორ გამოიყურება შიგნიდან, როგორ არის ზოგადად დაწყობილი ეს რობოტი. საუხადოთ ხუფი. ესე გამოიყურება თვითონ ძრავები, რომლებიც ბორბულებთან არის დაკავშირებული. რედუქტორიანი ძრავებია, ჩოთქიანი, სტანდარტული ძრავი. საკმაოდ სწრაფად დადის. რობოტი ორი ბორბლით მოძრაობს, წინა მხარე უბრალოდ იატაკზე სრიალებს. ესეთი ტიპის ბორბლებია. ანუ საკმაოდ კარგი რეზინი აქვს აქ. კინაზე ან შეღებილ ზედაპირზე კარგად ეჭიდება. აი ამ ძრავების სამართავად გამოყენებული გვაქვს ესეთი დრაივერი, რომელიც არის ორარხიანი. ჯამში შეუძლია 30 ამპერ დატვირთვას გაუძლოს მაქსიმუმ. ასეთ დამაგრებული გვაქვს ესეთ რეზინებზე, ამორტიზაცია რო გქონდეს. ამ რობოტის სამართავად ვიყენებთ Arduino-ს, რომელთანაც დაკავშირებულია პულტის მიმღები, რომელიც აქ არის განთავსებული. საკმაოდ პარას თვითონ პულტი ესე გამოიყურება ეს პულტები. საკმაოდ ბიუჯეტური ვერსია და კარგად მუშაობს. ხო, რაც შეეხება თვითონ იარაღს, როგორც ხედავთ, რკინის მჭრელი გვაქვს გამოყენებული, ბალგარკას რომ ეძახიან. რა თქმა უნდა, ელემენტიანი ვერსია ეს, რომელსაც თავის კონტროლერი მოყვება, ეს არის ამ ბალგარკის კონტროლერი. ბრაშლის ძრავი აყენია, რომელიც საკმაოდ გამძლეა, რადგან ეს რკინის მჭრელი იმართება ღილაკით. ჩვენ შევცვალეთ ეს ღილაკი და გადავიყვანთ რელეზე, რომ გვემართა Arduino-თან. ესეთი პატარა რელე 5 ვოლტიანი, ამ იარაღს ახლა მოვხსნით. თვითონ კონტროლისათვის ვიყენებთ ესეთი ინტერფეისია iBus-ი, რომელიც ჩვენს პულტის მიმღებს აქვს. ორი ცალი ელემენტია გამოყენებული რობოტში. ერთი ელემენტი გამოიყენება ბორბლებისთვის, მეორე ელემენტი გამოიყენება იარაღისთვის. ესეთი ელემენტებია ლიპო რკინის ყუთებში დევს, რა თქმა უნდა, უსაფრთხოებისთვის. და ამ შემთხვევაში აქ არის მაგის სამაგრი. ხოლო იარაღისთვის თვითონ რაც მოყვა აი ამ ბალგარკას, ეს ყუთიდან ამოვიღეთ ეს ელემენტები და აი ეს შეგვიძლია ესე ჩავსვათ. ესეც საკმაოდ ადვილად ხდება. ცალ-ცალკე ჩავთვალია ერთი თავს მოძრაობას, მეორე იარაღს. აქ ასევე გვაქვს ესეთი LED განათება 12 ვოლტიანი, რომელიც ამ ელემენტთან არის დაერთებული. აი შეგვიძლია შევაერთოთ ხა, უბრალოდ შევხედოთ. შევაერთოთ, ჩავთვალოთ და ნახოთ. ახლა რობოტი ჩაერთო. ესე მარტივად არის ყველაფერი მოწყობილი. საკმაოდ ეფექტურად. ხის კონსტრუქცია, იმიტომ რომ სამუშაო დადვილი ყოფილიყო და წონაც ნაკლები აქვს რა თქმა უნდა. ლიპო ელემენტების დასამუხტად iMax-ის უნივერსალური დამტენებია.